თურქეთს უზარმაზარი იმპერია იყო თურქეთის იმპერია და როცა ჩვენ გენოციდზე ვლაპარაკობთ, ჩვენ და გვესმოდეს რომ სომხები ეს იყო ნამდვილად გენოციდი, ეს პირველი, სომხებს კლავდნენ ფიზიკურად, სწორედ იმის გამო რომ ისინი სომხები იყვნენ, ბევრი მათგანი გარბოდა, იძულებული იყო გაქცეული იყო, მაგრამ საიდან გარბოდა? საკუთარი მიწა-წყლიდან. ეს იყო სომხეთის მიწა-წყალი. ნაწილი ცხოვრობდა მე მინდა ვთქვა რომ იქ ქართველების გენოციდით იყო, ჩვენ უბრალოდ ამაზე არ ვლაპარაკობთ სამწუხაროდ. ქართული მიწა-წყალი და ეს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობილი მიწები იყო. ყოჩახ სომხები, მე აი ვაქებ არ ვიშურებ საქებს სიტყვებს და მოსაწონი რა არის რომ რატომ ყოჩახ რომ ამდენი წელი იბრძვიან ყველგან იბრძვიან რომ სოფლიოს აღიარებინონ სომეხთა გენოციდით თურქების მიერ ოსმალეთის იმპერიის მიერ ეს არის მოსაწონის აქციელი ვაი ჩვენ არასოდეს გავსი არაფერი თემა არ დაგვიყენებია თუმცა თურქებმა ქართული სისხლი იმდენი დაღვარეს რომ შავი ზღვა გაწითლდებოდა მაგ სისხლით მაგრამ არასოდეს ხმა არ მოგვიღია და ჩვენ აი სომხებს უნდა მივბაძოთ თანმიმდევრულობაში რომლებიც მიზანმიმართულად თანმიმდევრულად იბრძვიან იმისთვის რომ აღიარება მოხდეს ამ გენოციდის ეს ნამდვილად გენოციდი იყო და ვაი უბედური საქართველო და მისი ხელისუფლება რომელსაც უნარი არ ყოფნის და გამბედაობა რომ აღიაროს ეს გენოციდი როცა გერმანიამ აღიარა საფრანგეთმა აღიარა რა ვიცი ვინ აღარ აღიარა და საქართველო დუმს